და ახლა მოგაზრით ინფორმაციას იმ დარღვევებზე, რომლებზეც წერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მედია საშუალებები. დუისის მეხუთე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები დაკვირვებას ვერ ახორციელებენ. ამ ცნობას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ადამიანის უფლებათა ცენტრისგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის დუისის მეხუთე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები არჩევნებზე დაკვირვებას ვერ ახორციელებენ. წერს ცენტრი დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი იმდენად ვიწრო ფარცია განთავსებული, რომ უბანზე მყოფი 37 ადამიანი იქ ძლივს ეტევა. მისივე განმარტებით, კანონის დარღვევა, როდესაც დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე დაკვირვების უფლება არ ეძლევა. გარდა ამისა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში მე-15 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში 2 გარდაცვლილი ადამიანის გვარი დაფიქსირდა. იმავე უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა თქმით, ყვარლის მე-15 საარჩევნო უბანზე უკვე დაწერილი არის საჩივერი სწორედ არასაკმარისი ბიულეტენების გამო, რადგან მაშინ, როდესაც უბანში სიით რეგისტრირებული არის 404 ადამიანი და სპეციალურ სიაში ფიქსირდება 9 ამომრჩეველი, უბანზე მხოლოდ 350 ბიულეტენია მიტანილი. იმავე უბანში საარჩევნო სიაში გარდაცვლილი 2 ადამიანის გვარიც აღმოაჩინეს. გარდა ამისა, დარღვევებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს ყარაჯალის 22 საარჩევნო უბნიდანაც, საიდანაც მათივე განმარტებით მთავრობის დავალებით მთელ საარჩევნო პროცედურებს იღებენ. ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქის ყარაჯალის 22 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა უკვე შეადგინა პირველი საჩივარი. დამკვირვებლის განმარტებით, უბანზე უწყვეტ გადაღებას ვინმე ქობულოვ-შირმანი აწარმოებს, რომლებსაც ამის უფლება არ აქვს. თუმცა ის იქვე დასცენს, რომ ამ ყველაფერს მთავრობის დავალებით ასრულებს. ყარაჯალის 22 საარჩევნო უბანი პატარა ფარცია განთავსებული. ქობულოვ-შირმანი კი ერთ-ერთი უბნის კუთხეში დგას და უწყვეტად იღებს ყველაფერს, რაც იქ ხდება. ის ჟურნალისტი არ არის არც მედიის წარმომადგენელი და არც დამკვირვებლის საშვი აქვს. ტანსაცმელზე კი მიკრული აქვს კუსტარულად დამზადებული საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელზეც აწერია, რომ პოლიტიკური სუბიექტის თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას წარმომადგენელია. აცხადებს დამკვირვებელი, რომელმაც ინფორმაცია უკვე მიაწოდა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ეს არის